ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დაუტოვა. როგორც ადვოკატმა სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, განაჩენის ზეპირი მოსმენის გარეშე დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილს სააპელაციო განხილვის უფლება წაერთვა. ბექა ბასილაიას თქმით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დასტურია იმისა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნის ფარგლებში ფაქტობრივად მისი საპროცესო უფლებებიც გაუქმებულია. დაახლოებით 2 თვის წინ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამშობლოში დაბრუნების საქმეზე დადგა გამომყენებელი განაჩენი და სასჯელები მოსამართლემ შეკრიბა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა უგულვებელყოფით. ჩვენ ეს გადაწყვეტილება გვქონდა გასაჩივრებული მთელი რიგი არგუმენტაციით და ნაცვლად იმისა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში გამართულიყო სასამართლო სხდომები, გამართულიყო მსჯელობა, ყოფილიყო მხარეთა შორის პაექრობა, სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში და მსგავსი ტიპის საქმეზე ასევე უპრეცედენტოა, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დატოვა ძალაში. ანუ მიხეილ სააკაშვილს სააპელაციო განხილვის უფლება ფაქტობრივად წაერთვა.